გამარჯობა. მოკლედ გამარჯობა, მე მარიამი ვარ და გადავწყვიტე უბრალოდ დავიწყო ის, რისი დაწყებაც დიდი ხანია მინდა. კონკრეტულად გადავწყვიტე რომ დავიწყო YouTube და იმიტომ გადავწყვიტე რომ თავარი მიზეზი რატომაც ეს ნაბიჯი გადავდგი ძალიან იმპროვიზირებულად. მართლა ყველაფრის გარეშე მაგალითად ახლა ჩემი 13 Pro Max-ით ვიღებ cinematic-ის წინა კამერით, იმიტომ რომ თან მინდა ჩემ თავს ხედავდე. ვიღებ ამ ვიდეოს და ამის მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობდი დამეწყო წლების მანძილზე YouTube თუ არა. და ვერასდროს ვერ ვახერხებდი საჭირო мотиваციის მოძებნას. არ იყო არასდროს мотиваცია ის, რომ YouTube-ზე ფული იშოვება, არ იყო არასდროს мотиваცია ის, რომ აი ახლა მე ცნობილი გავხდები. რაღაც სხვა რეალური мотиваცია მჭირდებოდა, რაც აღმოვაჩინე ცოტა ხნის წინ იმის შემდეგ, რაც ჩემთვის ამ ეტაპზე ნომერ პირველმა YouTuber-მა კაკომ გააკეთა მისი ბოლო ვიდეო, მოგზაურობის ბოლო ვიდეო. როგორ დასრულდა, ეგ იყო მთავარი მიზეზი იმის თუ რატომ დავიწყე YouTuber-ობა. და იმ ადამიანებმა, ვინც ნახეთ კაკოს ვიდეო, როგორ მთავრდებოდა ბოლო მონოლოგი, როგორ იყო და თან გაიაზრეთ ეს მონოლოგი, უბრალოდ სიტყვებს თუ არ მოусმინეთ. მიხვდებოდით, რომ ნამდვილად კარგი სამოტივაციო, მამოძრავებელი რაღაც შეიძლება და ყოფილიყო ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესე გახდა და სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ის, რომ ახლა ვარ სუხშულების ბაღში, რომლის გვერდზე არის თეატრი და ამ თეატრის ერთ-ერთი მსახიობი ანდრო ჭეჭინაძე არის იქ, სადაც არის სრულად უსამართლო. და რატომღაც ახლა სიმბოლური არის ჩემი რეალური მიზეზი, რომელიც სიტყვები გახდა ჩემთვის სამოტივაციო და იმის შემდეგ ახლა ესე რაღაცა სიმბოლურად რომ აღმოჩნდი ამ ადგილას. ის თუ რა მინდა და რას გავაკეთებ YouTube-ზე, მარტივად რომ აგიხსნათ, არის ის, რაც უბრალოდ მსიამოვნებს. არ გავაკეთებ არაფერს იმისთვის, რომ ახლა რაღაცა გავთხრიაბეს და ჩავწოდი. ანუ არაფერს ისეც არ გავაკეთებ, რაც არ მესიამოვნება და რაც ჩემთვის არ იქნება ბუნებრივი და ორგანული, იმიტომ რომ რეალურად ეგ ყველაზე მაგარი кайფია, როცა ზუსტად იმას აკეთებ, რაც გსიამოვნებს და რაც შენთან ყველაზე ახლოს არის. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ბევრი მიმართულებით შემეძლო დავიწყო YouTube ჩანელი, გადავწყვიტე, რომ ჩემი ბოლო პერიოდის გადაცემა ვაქციო დისციპლინად. ცილიან ადამიანები და შებოდის ხმა, მაგრამ კარგია, მთავარია რომ ადამიანებს ხვდათ სიცილის მიზეზი. დღესდღეობით ეგ არც ისე მარტივია. ბუნებრივია გაგიჩნდება და კითხვა, რომ აი რატომ უნდა ვუყუროთ ამ გოგოს? არადერი მიზეზი არ გაქვს მაგის თუ არ გინდათ რომ ვიყუროთ. არაფერს განსაკუთრებულს არ ვიზავ. ვიზავ იმას, რომ ჩემი ბოლო პერიოდის გატაცება და ჰობი უბრალოდ გაგიზიაროთ თქვენ და პატარ-პატარა ჩელენჯები მოვუწყო საკუთარ თავს, იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც დაძლიეს რაღაც შინაგანი პრობლემები, როგორიც არის მაგალითად უარის თქმის პრობლემა, როგორიც არის მაგალითად საქმის ბოლომდე მიყვანის პრობლემა, ამაში მე ყოველთვის გარღვევა მქონდა, დეფიციტში გარღვევა. ასევე ის, რომ არ მაქვს ის დისციპლინა, რომელიც სჭირდება რაღაც ჩემი სურვილების ასრულებას. მე მაქვს ზოგადი დისციპლინა, მაგალითად სამსახურში, რომელიც გახდა რუტინული. ადრევე წახდი ხოლმე საქმე გამიცეხდა თქო, იმიტომ რომ ავტომატურ ქმედებაზე ვიყავი გადასული. და ეგ ყველაფერი მინდა რომ ჩავენაცვლო ცხოვრებაში მინიმუმ გადავწონა მაინც ისეთი რაღაცებით, რაც უფრო მეტად მსიამოვნებს. სხვათა შორის აი ზუსტად ეს ლეპტოპი ვიდეოს გვერდზე, რომელშიც მუშაობ და ოდესმე საეჭვოსთან და კალასთან თუ მოვხვდები, რაც მეეჭობა, მაგრამ თუ მოვხვდები, ვეტყვი რატომ იყო პირველ დღეს აი ეს ლეპტოპი აქ და რატომ საუბრობდი იმაზე რომ რაღაც საქმე გამიცეხდა და მინდა რომ იმით ჩავენაცვლო, რაც რეალურ სიამოვნებას მანიჭებს უკვე. ეხლა რაც შეეხება იმას, ისე რატო გადავწყვეტე, რომ საეჭვო მომიწევს. მთავარი მიზეზი კიდე რატო დავიწყე. ეს არ უნდა დავიწყებოდა. ყველაზე მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიწყე YouTube არის ის, რომ ზუსტად იმ ვიდეოზე, კაკოს ბოლო ვიდეოზე
დავწერე კომენტარი კომპლიმენტის სახით და აი ეს მონოლოგი შეუფასე რა. და იქ მივაწერე რომ მეთქი აი ამ ვიდეოს შემდეგ თქო რანაირად უნდა შევძლო მეთქი და ვიფიქრე იმაზე რომ რაღაც ამის მსგავსი ან ამაზე უკეთესი შეგვიძლია რომ გავაკეთო თქო და არ ველოდებოდი კაკო მიპასუხა რომ პირველი ვიდეო ნახეო რა ამით იგულისხმება ის რომ საიდანღაც იწყებს ყველა ანუ არავინ არაფერი არ იცოდა თავიდან და პროცესებში განვითარდნენ და პროცესს ეძიდნენ და მეც რაღაც მაგის მოლოდინი და იმედი მაქვს ჩემ ბოლო პერიოდის ძალიან დიდი გატაცება სიამოვნება და ჰობი არის ის საყვარელი ველოსიპედი, რომელიც ჩემს უკან არის წარმოდგენილი, რომელიც იმყოფება სრულიად დაანჯღრეულ მდგომარეობაში. არც კი შეეფერება ისეთ გზებს, სადაც ოდნავ ნორმალური ველოსიპედი მაინც უნდა დადიოდეს, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მინიმალურისგან მაქსიმალურის გაბუწყრუა. და შეგვიძლია რომ აი ამ ველოსიპედს გავაკეთებინოთ რაღაცები, რაც სხვა ველოსიპედს გაუკეთებია, მაგრამ იმ ველოსიპედს შეეძლო და მაგით უაკეთებდა. ძალიან დილეტანტი ვიყავი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ ამბავში, ველოსიპედის ამბავში და ბოლო პერიოდია, ბოლო 2 წელია, მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ვმართავდი, გამიჩნდა ძალიან დიდი სურვილი, რომ ან მქონოდა, ან უბრალოდ ხშირად შემძლებოდა ველოსიპედით გასეირნება. როგორც ხედავთ, უკვე მაქვს. და გამომდინარე რომ ჩემი ოცნებები დაკავშირებულია რალებთან, სპორტულ რალებთან, სადაც საოცარი მანქანები აკეთებენ საოცარ რაღაცებს, ამ ოცნების ასრულებამდე მინიმუმ ჯერ მართვის მოწმობა მაკლია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ ჩემი ტრანსპორტი გავხალ და ველოსიპედი და ველოსიპედის ტრიფები, ოღონდ არა სამოგზაურო კონტენტი, არამედ უბრალოდ ველოსიპედის ტრიფები გადავიღო ხოლმე და გაგიზიაროთ თქვენი. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავი სახლში და გავწყვიტე საქმე, რომელიც ჩემთვის უკვე რუტინაზე მძიმეა და ჩამოვედი ველოსიპედით გასასეირნებლად და იმისთვის, რომ აი ესე დაუგეგმავად ეს ვიდეო გადამეღო და ამეტვირთა YouTube-ზე. იდეაში ალბათ მონტაჟს და ახლა დავუთმობ ძალიან დიდ დროს. თან მომიწია ჩამოვეტა და ეს ლეპტოპი, იმიტომ რომ ჯერჯერობით კიდევ არ მაძლევს და ადრეა მაგამდე, არ მაძლევს გარემოებები იმის საშუალებას, რომ მთელი ჩემი დრო დავუთმო იმას, რაც რეალურად მსიამოვნებს. აქ გაიჭრება. კიდე რა უნდა გითხრა? ამ ველოტრიპში ჯერჯერობით ვიქნები მარტო. მე ვნახოთ. პარალელურ რეჟიმში უკვე ერთ თვეა იგეგმება ჩემს სამეგობრო წრეში YouTube ჩანელის გაკეთება, მხოლოდ გოგოები ვიქნებით ამ YouTube-ზე, აქედანვე დავაანონსებ. რამოდენიმეჯერ მომიწია YouTube გადაცემაში სტუმრად მისვლა ჩემს მეგობრებთან. აი ამ ორ ვიდეოზე ვსაუბრობ. თუ ეს ორი ვიდეო ვინმეს ახსოვს, პირველ რიგში ვენისა ცხადაძე, როგორც ანდრო ჯეჯინაძე დღესდღეობით რჩება უკანონო პატიმრობაში და ონისე მიყვარხარ, იმედია როცა დამთავრდება ეს უაზრო დასჯა ადამიანების და შენ გამოხვალ გარეთ ამ ვიდეოს ნახავ. როცა ვიყავი მოკლედ ამ გადაცემებში სტუმრად, ძალიან თავისუფლად და ლაღად გრძნობდი თავს და გადავწყვიტე, რომ რატომაც არა იქნებ საკუთარ კამერასთან, უფრო მეტად გამიმარტივდეს ამ ყოველფრის კეთება. ჩემი ველოტრიპი იქნება ყველგან, სადაც ეს ბორბლები გამიშვებს და როცა სადღაცას აღარ გამიშვებს ბორბლები ბორბლებს შეუცვლი, რომ სადაც მომიდება იქ წავიდე, იქნება ეს სვანეთი, თბილისიდან სვანეთამდე თუ სვანეთიდან ბათუმამდე არ აქვს მნიშვნელობა. რაღაც დაახლოებით ესეც ვაპირებ რა. ჩემი ასევე ერთ-ერთი დიდი мотиваცია იყო მახარას ჩაჭერა იმაზე, რომ ჯერ არ ვთქვი. ანუ მახარას აქვს ერთი გართულება და ასევე კალას, მაგრამ უფრო მეტად მახარას აქვს ერთი კონკრეტული გართულება, ერთ კონკრეტულ რაღაცაზე. აი რაღაცა ეგეც უშვება ხოლმე რა. რაშიც ასევე მიწევს ყოფნა. და აქედან გამომდინარე, ყოველთვის მე კარგად მესმოდა რაზე ლაპარაკობდა გიორგი და ეხლა ძალიან მეცინება, იმიტომ რომ იმედი მაქვს, როგორც მან გადადგა ნაბიჯი თავის დროზე და წამოვიდა იქიდან, საიდანაც უნდა და წამოსვლა. იმედი მაქვს, მეც მაგის ვეც გავიზიარებ. როგორც მახარამ გარისკა და შეცვალა თავის ცხოვრება რადიკალურად პროფესიული მიმართულებით, ზუსტად იგივე გავაკეთო მე.
და ამას როგორ გავაკეთებ, ალბათ ჩემზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული და სურვილზე, მეტი არაფერზე რა. მარტო ამას ავსვამ. პირველ რიგში ჩემი მიზანი არის საკუთარი თავისთვის იმის დამტკიცება, რომ რაღაცას რომ დაიწყებ შეგიძლია. და ეს ვიდეო რო არ ავტვირთო. ამ ვიდეოს ავტვირთავ მაინც რა საშინელებაც არ უნდა გამოვიდეს. პირველი, იმიტომ რომ ჩემმა ყველაზე ფავორიტმა იუთუბერმა მომცა ძალიან კარგი რჩევა და мотиваცია. თავისი საქმით მომცა ეს ყველაფერი, რაც თავარია. მეორე, იმიტომ რომ საკუთარი დისციპლინა გამოვიან გარეშე. საკუთარი დისციპლინა გამოვიმუშაო და მესამე, იმიტომ რომ რატომაც არა. და კიდევ თავი არის, რომ აი მიზეზი მექნება, რომ 24 საათი რომ მკითხავენ, რატო ხარ ამ ველოსიპედზე, მუშაობ ვიტყვი. ეკაია ძალიან. შეიძლება ახლა ამ ვიდეოში ყველაფერი ზუსტად ვერ ჩამოგიყალიბეთ და ვერც ჩემი თავი ვერ გაგაცანით. ჯერჯერობით კარგად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წინ არის. შეიკი ახლა ვინც ამას უყურებ, თუ გინდა გამოიწერე, თუ გინდა არა. ნების თავისუფლება მთავარია.